მთელი დღის განმავლობაში რუსთავის სასჯელ აღსრულების დეპარტამენტის ნომერ მე-17 დაწესებულებასთან მსჯავრდებულების ოჯახის წევრები საპროტესტო აქციას მართავდნენ. აქციის მონაწილეების განცხადებით უკვე მერვე დღეა, რაც პატიმრები შიმშილობენ, სამინისტრო კი არანაირ რეაგირებას არ ახდენს. მოშიმშილეთა შორის არიან ტუბერკულოზითა და C ჰეპატიტით დაავადებულები, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობაც ერთკვირიანმა შიმშილობამ საკმაოდ დაამწიმა. ნომერ მე-17 დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულების ნაწილის მთავარი მოთხოვნაა მათი საქმეების გადახედვა. პატიმართა ოჯახის წევრების ინფორმაციით მოშიმშილეთა შორის 4 მსჯავრდებულს პირი აქვს ამოკერილი. ერთ-ერთი მსჯავრდებულის ლევან კუტალაძის მშობელი, რომელიც დღეს ნომერ მე-17 დაწესებულებაში შვილის მოსანახულებლად შეუშვეს, აცხადებს, რომ ლევანს პირი მავთულით აქვს ამოკერილი და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმეა. მოშიმშილე მსჯავრდებულები დღეს სასულიერო პირებმაც მოინახულეს. როგორც ერთ-ერთი პატიმრის მოძღვარი ამბობს, მშრალად მოშიმშილე 4 პატიმარი უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია და ისინი სასწრაფოდ საჭიროებენ სამედიცინო დახმარების აღმოჩენას. პატიმრები და მათი მშობლები დაწესებულებაში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას და სახალხო დამცველის შესვლას ითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში პატიმრების ოჯახის წევრები საპყრობილესთან შიმშილობის დაწყებას აპირებენ. ქრონიკამ ინტერვიუ დღეს მოშიმშილე მსჯავრდებულებთანაც ჩაწერა. ძალიან ცუდად არის. თირკმელი გაჩერებულია, შაქარია აწეულია. ექიმი არ გვყავს, ექიმი. საერთოდ რო რამე მტკივაო, ვიტყვიო რაღაცა ასეთო, ვალერიან, მწვანე ვალერიან მოგვცემენ, კაბიკის გასაქანი არაფერი ანაერად წამალს არ გვაძლევენაო. ეს ეყუდება ექიმი არ არის, არაფერი არ არისო. ასე უნდა მოუკვდეო, უპატრონოთო. თვის მკვლელობის მცდელობაც მქონდაო. და მან ყარეულმა რა ვიტყავ თავისი ისი, მათ მომისროო და ჩამომიყვანაო და სამჯერ კიდე გათიშულა. უკვე გოუსაძელის იმაში ვარ, ტკივილები და იმეებში ვარ, ისეთ ტკივილებში ნორმალური ადამიანი ამ ტკივილებს ვერ გოუძლებს. შეხვედრას ვითხოვ, ვისაც ეკუთვნის ის მომიყვანეს უდოს კომისიის ის და ის რა ქვია დეპარტამენტიდან რო იყვნენ მოსულები, იმასაც არ შემახვედრეს, გეძინაო და იქნებ კუდარი ვიყავი საკანში, გარედან დაგიძახეთო და გეძინათო და იმასაც არ შემახვედრეს და ფორმა ასევე დამიკარგეს, სულ ყველაფერი დამიკარგეს. ეკა ბესელიასთან და იმერთან ვითხოვთ, ვისაც ეკუთვნის ჩვენი ისინი. ჯანმრთელობით მაგალითად ვთქვათ, აი ფეხზე არ გომისთავით არა უკვე და სალაპარაკოთ ტელეფონთან ძლივს მოვდივართ ესეთ დღეში უკვე. 7 დღე უკვე შიმშილობთ 4 კაცს, ბავშვებს სულ შავზე შიმშილობენ. წყალსაც დასვამენ და მაგალითად ვთქვათ არიან რა. სასწავლო დღეში არიან, არავინ ყურადღებას არ აქცევს. ესეთი 4 კაცი პირი აქვს ამოგერილი 4 კაცი. პირველი დღიდან ესე იგი დაიწყო შიმშილობა და შიმშილობს ჩემი შვილი, რომელსაც გადატანილი აქვს მძიმე ფორმებით ტუბერკულოზი და ამ წინა მკვლელების პერიოდში მედპერსონალის დამსახურებით B ჰეპატიტი აქვს, რომლის შიმშილობა მართლა რომ დაუშვებელი არის, მაგრამ ვის ესმის სად აღარ დავრეკე. არავის არ ადარდებს. არავის ის სადისტებს, მკვლელებს ხო გადაურჩეს ჩემი შვილი. და ესენი იმედზე უარესები არიან. ჩვენ მოვითხოვთ, რომ ყურადღება მიექცეს ამ პატიმრების აქციას. ქალბატონი ეკა ბესელიას მიმართავდა კიდე სხვა კომპეტენტურ პირებს, რომ დაინტერესდნენ პირადად. ეს ხალხი იხოცება, ესენი შიმშილობას არ შეწყვეტენ, იმიტომ რომ აგერ პირადად მე კონკრეტულად ჩემი ძმის საქმე 20 ნოემბრიდან შეტანილი მაქვს განცხადება, დღემდე ამას რეაგირება არ მოყოლი. ასე არიან სხვებიც. რუსთავის ინფექციური საავადმყოფოდან 2 პაციენტი, რომლებსაც ჯილეხის დაავადება ჰქონდათ, დღეს დილით გაწერეს. ისინი 7 დღის განმავლობაში სტაციონარში შესაბამისი მკურნალობის კურსს გადიოდნენ. ამ ეტაპზე მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ისინი სახლში გააგრძელებენ მკურნალობას. თეთრიწყაროს რაიონში ბოლო პერიოდში აღნიშნული დაავადების 3 ფაქტი დაფიქსირდა. ციმბირული წყლით 2 კვირის განმავლობაში 6 პირუტყვი დაიღუპა, რამდენიმე კი დაავადებულია. რაც შეეხება მარნეულს, როგორც რაიონის მთავარმა ეპიდემიოლოგმა აღნიშნა, ჯილეხის დაავადების მსგავსი სიმპტომებით საავადმყოფოს ერთმა პაციენტმა მიმართა, თუმცა ლაბორატორიული კვლევის შედეგად მას ციმბირული წყლული არ აღმოაჩნდა. ვეტერინარული დეპარტამენტის ინფორმაციით ამ დროისთვის რეგიონში ეპიდემიის საფრთხე არ არსებობს. ჯილეხის დაავადების სიმპტომებით რამდენიმე პაციენტმა მოგმართა. აქედან 2 ადამიანი თეთრიწყაროს, ერთი კი მარნეულის მკვიდრია. როგორც მოგვიანებით ლაბორატორიულმა კვლევამ აჩვენა, პაციენტებს თეთრიწყაროდან დაავადების არსებობა დაუდასტურდათ. მარნეულელ პაციენტს კი ეს დაავადება არ აღმოაჩნდა. ჯილეხის კანის ფორმით სტაციონარში ჩვენს განყოფილებაში მკურნალობდა 2 პაციენტი. ეს პაციენტები იყო სხვადასხვა წყაროდან, ორივეს დაეწყო მკურნალობა ინტენსიური, ჯილეხის კანის ფორმა იყო დიაგნოზი. დღეისთვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო.
რუსთავის სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლები კუთვნილი ხელფასების დროულად გაცემას და შვებულებით სარგებლობას ითხოვენ. როგორც ექიმები განმარტავენ, სამსახურის პერსონალი, ექიმები, ექთნები და მძღოლები თებერვლის თვიდან განახევრებულ ხელფასებს დაგვიანების ფონზე იღებენ. რუსთავის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მედპერსონალის განცხადებით, მათ აღნიშნული პრობლემების შესახებ წერილი ჯანდაცვის სამინისტროში 10 ივლისს შეიტანეს, სადაც განუცხადეს, რომ პასუხს პრობლემის გადაჭრის მექანიზმებზე სავარაუდოდ 10 დღეში გასცემდნენ. თუმცა ექიმების თქმით, დღემდე სამინისტრო პრობლემას რეაგირების გარეშე ტოვებს. იანვრის შემდეგ თებერვლისთან უფრო სწორად მოხდა ასე, რომ ხელფასებში შეიქმნა ძალიან სერიოზული და მნიშვნელოვანი შეფერხება. 3 თვის მანძილზე იანვრიდან ჯერ არ ქონდა აღებული, მე დაგვიფარეს, გაგვისწორეს ხელფასები, ისევ დაიწყო. ეხლაც 3 თვის მანძილზე ხელფასი მხოლოდ და მხოლოდ ნახევარი მოგვეცოდებოდა. ყველა 50%-ზე გადავიდა სახელმწიფო დაზღვევასთან თანადაფინანსებაზე, გვერიცხებოდა მხოლოდ და მხოლოდ ნახევარი სახელმწიფოსი რაც ეკუთვნოდა და დაზღვევა თავის დარიცხულ და თავის რაც უნდა დაერიცხა, იმისი შეფერხება იყო. ერთადერთი რაც გვაქვს თხოვნა ქონდა, რომ ის მცირედი და მიზერული ხელფასი რაც გვეძლეოდა, აღარ იყო ლაპარაკი, რომ იმედებზე რომ მოგვემატებოდა, რომ მხოლოდ და მხოლოდ ზუსტად ვიცოდეთ, როდის დაირიცხება და სისტემატიური ხასიათი ქონდა. კოალიცია ქართული ოცნების პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი რეინტეგრაციის მინისტრ პაატა ზაქარიაშვილთან ერთად ქვემო ბოლნის ესტუმრა. მან საქართველოში მცხოვრებ მუსლიმ მოსახლეობას წმინდა თვე რამაზანი და ბაირამის დაწყება მიულოცა. გიორგი მარგველაშვილმა მუსლიმ თანამოქალაქეებს ბედნიერებისა და კეთილის მომტანი თვე უსურვა. მუსლიმანებისთვის რამაზანის თვე სულიერად ამაღლების, ურთიერთდახმარების და ურთიერთპატივისცემის თვეა. დღეს ჩვენ მუსლიმ თანამოქალაქეებთან ერთად ჩვენ რამადანის იშტარი ვიზეებით. ეს არის მარხვის გატეხვა მზის ჩასვლის შემდეგ და აი ამ პატივცემული ხალხის მოპატიჟებით ჩვენ მათთან ერთად გავიზიარეთ დღევანდელი დღე და ის დიდი ღვაწლი, რომელსაც მუსლიმობა ამ თვეში ღვთისმსახურებით ახორციელებს. მე კიდევ ერთხელ ვულოცავ ჩვენ მუსლიმ ძმებს, თანამოქალაქეებს, ყველა მუსულმანს ამ თვეს და მომავალში რამადანის დადგმას. მე მთავრობის სახელით და პრემიერის სახელით მინდა მიულოცო საქართველოს მუსლიმ მოქალაქეებს რამადანის თვე უსურო ბედნიერება, წარმატება და ყოველთვის აღვქვა, რომ ჩვენ ისინი არიან ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ მათი უფლებები იყოს დასული ყველა მიმართულებით და პირველ რიგში აღსარულის მიმართულებით და ვძნობთ მათ მხარდაჭერას. ჩვენთან ერთად ხელისუფლების წარმომადგენლები იყვნენ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იყვნენ და უბრალო რიგითი ხალხი, რომელიც ერთად მუსლიმებთან ერთად ფიტრ ამას თქვია იფტარ, როდესაც ერთად 9:30-ზე აგერ ვღებულობთ კვებას. და აგერ ეს არის დიდი დღესასწაული და ერთი თვის განმავლობაში რა თქმა უნდა და აგერ დიდი მადლობელი ვარ, რომ ეს ღონისძიებაზე ჩატარდა. ქართული ოცნების საპრეზიდენტო კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა ქვემო ბოლნიშის სტუმრობისას ნაციონალური მოძრაობის საპრეზიდენტო კანდიდატის დავით ბაქრაძის შეთავაზებას უპასუხა. მისი განცხადებით ის მზად არის პრეზიდენტობის ნებისმიერ კანდიდატთან დებატებში მიიღოს მონაწილეობა და ამ მხრივ ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი გამონაკლისი არ იქნება. რამდენიმე საპრეზიდენტო კანდიდატმა მოინდომა დებატები, ეს არის ნორმალური, დებატები ჩატარდება ისეთ ფორმატში, რომელშიც ყველა საპრეზიდენტო კანდიდატს მიეცემა შესაძლებლობა თავის პოზიციის დაფიქსირების. კიდევ ერთხელ ხაზს უსვავ იმას, რომ ქართული ოცნება ამ ნაწილში დაიცავს ერთიან სტანდარტს. ექსკლუზივებში ჩვენ არავის არ შევქმნით, მაგრამ შესაძლებლობა პოზიციის გამოხატვისა და დაფიქსირების ექნება ყველას. საქართველოში სწავლა 16 სექტემბერს დაიწყება. ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე გაზეთ კვირის პალიტრასთან ინტერვიუში აცხადებს. მინისტრის ინფორმაციით, სკოლებში არსებულ სიტუაციას ახალი სეზონიდან მონიტორინგისა და აუდიტის სამსახურის მეშვეობით გაძლიერებულად დააკვირდება. განათლების ახალი მინისტრი ინტერვიუში დავით ზურაბიშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზებსაც განმარტავს და აცხადებს, რომ მისი სურვილი იყო მინისტრის მოვალეობის შესრულება სუფთა ფურცლიდან დაეწყო.
ერთიანი ეროვნული გამოცდების ოფიციალურ ვებგვერდზე პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდების შედეგები განთავსდა. ელექტრონული სახით პედაგოგებს ამ ეტაპზე 7 გამოცდის პასუხები შეუძლიათ იხილონ. აპლიკანტებმა შესაბამის ველში უნდა მიუთითონ პირადი და საგამოცდო საიდენტიფიკაციო ნომერი, სადაც ნაშრომის სკანირებულ ასლთან ერთად კონკრეტულ დავალებაში მიღებული ქულა იქნება განთავსებული. შედეგების გაგება შესაძლებელია მოკლე ტექსტური შეტყობინებითაც. მიხეილ სააკაშვილი სამუშაო ვიზიტით სინგაპურში იმყოფება. სინგაპურის პრეზიდენტთან შეხვედრისას ლიდერებმა ორი ქვეყნის სამომავლო ურთიერთობებზე იმსჯელეს და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივა განიხილეს. შეხვედრის მთავარი თემა ის წარმატებული ეკონომიკური რეფორმები იყო, რომლებიც საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში განხორციელდა. ტონი ტანთან საუბრისას მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ სინგაპურის მოდელი საქართველოს რეფორმების წარმატების გარანტი გახდა. ამასთან მიხეილ სააკაშვილის თქმით, საქართველოსთვის კვლავაც აქტუალურია იმ გამოცდილების გაზიარება, რომელიც სინგაპურს ბიზნესის კეთების სიმარტივის თვალსაზრისით აქვს. დღესვე მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით ქართულმა დელეგაციამ სინგაპურში სხვადასხვა სამინისტროების წარმომადგენლებთან რამდენიმე ოფიციალური შეხვედრა გამართა. როდესაც საუბრობ სინგაპურზე, სულ მახსენდება, რომ ეს ქვეყანა, როცა იწყებდა ამ ყველაფრის განვითარებას, იყო ყველაზე უფრო ღარიბულ აფრიკულ ქვეყანაზე უფრო ღარიბი. უბრალოდ დაიჯერა ხალხმა, რომ შრომით, ოფლისღვრით, დისციპლინით, აგურზე აგურით დადებით შეიძლება ამ ყველაფრის გაკეთება და მიღწევა. და მათ შექმნეს სოფლიოში ყველაზე მდიდარი სახელმწიფო ნავთობის და გაზის გარეშე. ყველაზე განვითარებული, ყველაზე დახვეწილი, ყველაზე უფრო კარგი განათლებით ახალგაზრდებისთვის, ყველაზე უფრო კარგი ჯანდაცვით ერთ-ერთი სოფლიოში, ყველა ასაკის თავის მოქალაქეებისთვის, განსაკუთრებით ხანდაზმულებისთვის, პრაქტიკულად ნულოვანი უმუშევრობის დონის ეკონომიკით. პრაქტიკულად ყველა აქ არის დასაქმებული. და მე როცა ამაზე ვსაუბრობ, მე მეაჩნია, რომ საქართველოს ბოლო წლებში მიდიოდა ამ მიმართულებით. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები წელს პირველად მსოფლიო პოლიციისა და სახანძრო სამსახურის სპორტულ ოლიმპიადაში მიიღებენ მონაწილეობას. შინაგან საქმეთა მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით საქართველოს წელს პირველად მონაწილეობას მიიღებს ოლიმპიადაში, რომელიც 2 წელიწადში ერთხელ ტარდება და მასში მსოფლიოს 70 ქვეყნიდან ათასობით პოლიციელი სპორტის 67 სახეობაში ასპარეზობს. ოლიმპიადა ორიენტირებულია პოლიციელების ფიზიკური მონაცემების გაუმჯობესებასა და პროფესიული უნარჩვევების განვითარებაზე. დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლობით შემდგარი სპორტული ჯგუფი მიემგზავრება მსოფლიო ჩემპიონატზე ირლანდიაში, სადაც ესენი მონაწილეობას მიიღებენ სპორტის სხვადასხვა სახეობაში. ეს შეჯიბრი მოხსენებულია როგორც შეერაგებული ძალების, ანუ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლობის ოლიმპიადად. ჩვენი სპორტსმენები არიან ძალიან კარგად მომზადებული და ისინი შერჩეული არიან შეჯიბრის წესით, რომლებიც არიან ყოფილი მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონები და ზოგი ახლაც აქტიურად არის ჩამბული თავის სპორტის სახეობებში. უნდა აღინიშნოს, რომ ესეთი ღონისძიება დღემდე არ შესრულებულა შინაგან საქმეთა სამინისტროს ესე ვთქვათ ისტორიაში და ეს პირველად ხდება. ეს არის ჩვენი სამინისტროს წამყვანი ფიგურების პირადად მინისტრის დამსახურება არის. აზრით მე მინდა თითოეული სპორტსმენის სახელით ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო თითოეული პოლიციელის სახელით. ვფიქრობ, რომ ჩვენ ძალიან კარგი მომზადებულები მივდივართ ამ შეჯიბრზე და ვფიქრობთ, რომ შედეგებით უნდა დავუბრუნდეთ უკან. განწყობა ძალიან კარგი მაქვს, მოხარული რომ მივდივართ შეჯიბრებაზე. დიდი მადლობელი ვარ პირადად მინისტრის და ხელმძღვანელობის, რომ ასეთ შეჯიბრებაში მონაწილეობას ვღებულობ. ვეცდებით, რომ და ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ გავხდეთ ჩემპიონი და დავუბრუნდეთ. იტალიაში ავტოავარიის შედეგად 36 ადამიანი დაიღუპა ტრანსპორტში, სულ 50-მდე მგზავრი იჯდა. მათგან უმეტესობა მძიმე მდგომარეობაშია. დაშავებულებს შორის ბავშვებიც არიან. ავარია იტალიის სამხრეთ ნაწილში ქალაქ აველინოსთან მოხდა. ჯერჯერობით უცნობია მისი გამომწვევი მიზეზი. ფაქტთან დაკავშირებით იტალიელი სამართალდამცველები გამოძიებას აწარმოებენ. ძლიერი ხანძრის გამო 700 ადამიანი იქნა ევაკუირებული მალიორკადან ცეცხლი კუნძულის დასავლეთ ნაწილში არსებულ ტყის მასივს გაუჩნდა და მისი ჩაქრობა ამ დრომდე ვერ ხერხდება. ესპანელი მაშველები ყველა საშუალებით ებრძვიან ხანძარს იმისთვის, რომ დასახლებულ პუნქტს საშიშროება არ შეექმნას. სამაშველო ოპერაციას ხელს ძლიერი ქარი უშლის.